ადრიანი დილამშვიდობისა. ეხლა არის 8 უკვლია 10 წუთი და მივდივართ თბილისში, მე და ჩემი ძმა. თბილისში მივდივარ ძალიან საბურავებს ამოწმებს. თბილისში მივდივარ ძალიან ისეთ საქმეზე მოკლედ და ბესი, ბესო, აქეთ წინას არ უნდა? არა, არც ერთს არ უნდა, ხო? ყველა კაი. ოკეი. ბატონო? ყველა? რა ვიცი, მე ხო თუ არ ჭირდება იყოს და თუ ხო და რას ვამბობთ? თბილისში მივდივართ ძალიან ისეთ საქმეზე. რაღაც ჩვენი ახალი წამოწყება, მოკლედ, ჩემი და ზურასი. ძალიან ნერვიულობ. ნახოთ როგორ გამაგვივა. და მოკლედ ეს იქნება ჩემი და ზურას ახალი წამოწყება, რომელსაც ვიწყებთ, ესე ვთქვათ, ჩვენი ძალიან კარგი მეგობრების დახმარებით. და ნახოთ ძმასთან ერთად თუ გინდა იხალისო, მაგრამ უნდა იმგზავრო ჩემ ძმასთან ერთად. ვაიმე, რამდენჯერ შევწყვეტე, ხო მეტყობა რომ ნერვიულობ. წვიმა არის და თმები რა დღეში მაქვს. კატასტროფა. თავარი ეხლა მშვიდობით ჩავიდეთ თბილისამდე და გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი საქმე. ეს არის ყველაზე მთავარი. და ნახოთ რა გამოვა ამ ყველაფერში. და თქვენი თანადგომა დამჭირდება ძალიან. და მე მჯერა ამის რომ თქვენ გვერდით დაგვიდგებით. ხო დაგვიდგებით გვერდით. მე ის მჯერა. სად არის ხა რომ პეტროლის ბარათი გავამზადო. Hey, obes.
მადლამშვიდობის. Როგორც მიხვდით, გუშინ ვეღარ შევძელი ვლოგის გაგრძელება, რადგან როგორც კი ჩავედით თბილისში, იმდენად საქმეებში ვიყავი გადართული და პლუს ამას გუშინვე დავბრუნდით და ამინდი იყო ხალხო, ნუ მე არ ვიცი. რიკოძე ამინდი იყო, გეფიცებით 20-ით მოვდიოდი. ხო და ვარ უზომოდ ბედნიერი, თან ვარ ცოტა ისე დაძაბული, რა როგორ იქნება არ ვიცი და მერე გაჩვენებთ თუ რა წამოწყება გადავწყვიტეთ რომ გქონდეს მე და ზურას ჩვენი უსაყვარლესი ადამიანების დახმარებით, რა თქმა უნდა. ხო და ეხა წავალ გოგოებს უყიდი ფუნთუშებს, ჩალკებ მაქვს შესაძლებელი. ყავასაც ვიყიდი ჩემთვის, ტყის თხილის ყავას და ჩემი ძმისთვის. და მერე უნდა დავჭდე, დავახარისხოს ყველაფერი, ჩამოვწერო, თქვენც გაჩვენებთ, იქნებ ვინმეს დაგაინტერესოთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი რაღაცები ჩამოვიტანე. ხბერთო ჩემო. იმედი აუტკივარ თავი არ ავიტკი. წავედი ჩუგუნი სახლში, ყავა ნაყიდია. პურფუნთუშეული ნაყიდია და წავიდეთ ახლა გემრიელად ვისაუზმოთ. ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ვიყიდე ტყის თხილი მიამასი, რომელიც იყიდება გვირილაში და აი მართლა სად არ დავლიეთ ყავა და ერთადერთი რომელიც ცოტა მეგებრიელება არის ტყის თხილი. ასე გარეთ რო ყიდულობ. ხო და ვენდისის ყავა რო დავლიეთ რაღაცნაირად სოიოს გემოქონდა, არ ვიცი რატომ. მერგეთით. და მე დავჭდები და შევუდგები საქმეებს საუზმის მერე, იმედია გოგოები მაცლიან. ვიყიდე პონჩიკები ახალ გამომცხვარი ბანანი ვიყიდე ხუთშორის გოგოებს ვიდრე პონჩიკებს ასხობდნენ, წვავდნენ თუ რაც ქვია ამზადებდნენ, მანამდე ორნაბიჯი შევირბინე უცებ და ბანანი ვიყიდე, იმიტომ რომ ჩემი შვილები კი იცით როგორი ინტენსივობით ჭამენ ბანანს. გიფიცებით არ მჯერა რომ გუშინ ეს მოვახერხერო დილით წავედი თბილისში და დავბრუნდი იმ დღესო. სხვისთვის შეიძლება ეს ვაიმე არც არაფერი არ იყოს, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ ამ ხელა გზაზე ესე წასვლა წამოსვლას ერთი და იგივე დღეს მე არა ვარ მიჩვეული. ძალიან ბევრი მიჩვეულია, ძალიან ბევრს უწევს მასე მგზავრობა, მაგრამ მე არა, პირველი შემთხვევა იყო, მე მგონი იმ დღესვე რომ პირველი შემთხვევა იყო, კი ვერ ვიხსენებ, შეიძლება ადრე კი ვიყავ ესე წონასწორ და დანაბრუნები იმ დღეს. არა. ანუ საჭესთან რომ მე ვიყავი, თორე როდესაც გვერდით უზიხარ ვინმეს იმ დღეს ვეგერო, მაგრამ არ გაგიჭირდება ადამიანს ესე წასვლა წამოსვლა და საჭესთან რო ზიხარ და თან ცოტა ისეთ საქმეზე როცა მიდიხარ არ იყოს რთულია. მაგრამ მე შევრძელი, მეტყობა როგორ შევრძელი ლაბარაკზე გადამწვარი რო ვარ. შევძელი, მართლა შევძელი და პლუს ამას აი ამინდი იყო, ნუ არ ვიცი რა შევატარო. რა მაგარია, Nissan March აქვს 4 ცალი ჭიქის ჩასადები. და აქვას აქვს 3 ცალი. ძალიან ბევრ ამეს მარჩის რაღაცებს აქვაზე გადავიტანდი. წავედი ახლა. გააგვიმარჯოს, კარგად ვიყოთ. ყავა მოვიყოლე, მე ხო იცით, ყავის ნელა დალევა მიყვარს. ხო და რა წამოვიწყეთ, ჩემმა ქმარმა უნდა გაჩვენოთ. და ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის. ლინკს დავურთავ ქვემოთ აღწერაში ან კომენტარებში, რომ გვერდი გადააზიაროთ, Facebook გვერდი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა რო გაიგოს. ხო და ნავი თქვენც იქნებ დაგაინტერესოთ ამ ყველაფერმა, ცოტა არეულ-დარეული ვლოგი კი გამოვიდა, მაგრამ თავარ დედააზრს კი გაგაგებინებთ რაზეა საუბარი, იმიტომ რომ მე თვითონა ვარ ცოტა ისე აჟიტირებული.
ხო და გაჩვენებთ ეხლა რაღაცებს. და ნახეთ როგორი რაღაცები გვაქვს აქ. კი მართალია შეფუთულ მიფუთულ მოფუთულია. დიდად ვერ გაიგებთ ესე, მაგრამ მე ეტაპობრივად შემიძლია რომ გაჩვენოთ ან გადმოხვალთ გვერდზე და ნახავთ. ეს ყველაფერი არის პატარა ციმციმა გოგოების მაკიაჟის რაღაცეები. აქ მაქვს განმავითარებელი ხალიჩები 2 ცალი. მოდი ეს აგერდავდოთ. აქ მაქვს განმავითარებელი ხალიჩები 2 ცალი. აქ მაქვს ესეთი ფაზლი ხალიჩები ციფრებით. აქეთ მაქვს ბიჭის რაღაცეები, მანქანები, პულტიანი, დენზე რომ იტენება, ელემენტებზე, კალათები, მის კალათბურთის ფარი. კალათა თქო. ფარი კალათბურთის ორნაირი მაქვს. სპაიდერმენის და ბეტმენის ფორმები, ეტლი მაქვს. ეს ცალკე საჩვენებელია. ესეთი თოჯინები მაქვს. ესეთი განმავითარებელი ხის სათამაშოები მაქვს. ასაწყობი კუბიკები მაქვს, ლეგოს მაგვარი. ეს საოცრება მაქვს, ბოულინგი, სასწაული, ძალიან მაგარი, აი ძალიან მომწონს, ვფიქრობ ერთი ცალი ჩვენ გოგოებს ხო არ დავუტოვოთ, თქო, ბურთები მაქვს. ესეთი მანათობელი ისა მაქვს ვარსკვლავები და მთელი ამბები რო ჩანს ჭერზე. ავტობუსი მაქვს 2 ცალი. ესეთი ხელსაწყოების ნაკრები მაქვს ბიჭებისთვის, გოგოების გადასარევად ითამაშებენ ჩემი აზრით, რაც ან ვითარებს წვრილ მოტორიკას, კონცენტრირებას ახერხებს ბავშვი და ძალიან ბევრ ფუნქციებს ან ვითარებს, ესე ვთქვათ. ესეთი ყურსასმენები მაქვს, აქ კიდე ნაწილი არის, ანუ ყველაფერი აქ არა მაქვს. ერთი პიანინო მაქვს. ესეთი პიანინო მაქვს თავისი სკამით. ესეთი სახლი მაქვს, რომელიც ჩვეულებრივად შეუძლია ბავშვს რომ შიგნით ითამაშოს, თავისი სახლი მოიწყოს და პლუს ამას გააფერადოს. ეს ბოქსის ხელთათმანები თავის ბოქსის ბალიშთან ერთად, თუ მსხალი თუ რასაც უძახიან ამას, გრუშა. ხო და რა ვიცი. კარგი საწყისი გვაქვს მოკ. ხო და რაღაცები ხა მაქვს ჩამოსაწერი, ფასები დასარეგულირებელი, გვერდზე ასატვირთი, ძალიან სამუშაო მაქვს, რას გევარ, მაგრამ არ ვიმჩნევ. ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ სასიამოვნოდ დაღლილი და ეს ყველაფერი ახლა უნდა გავაკეთო, დავახარისხო, დავაწყო მთელი ამბები და ყველა საიდანღაც იწყებს. ხო ასეა. მეც ესე საიდანღაც უნდა დავიწყო. საიდანღაც დავიწყე ჩემი ტორტების თემა, რომელსაც სამწუხაროდ აქეთ ვერ ვაგრძელებ. ამიტომ ესე ყოფნას მერჩივნა, რომ რაღაც გამეკეთებინა და ეს რაღაც იყო სათამაშოები. კი მართალია, ტრენინგები გავიარე, გამოცდები ჩავაბარე. ეს ტრენინგები ეხებოდა საბავშვო ბაღის აღმზრდელის ტრენინგები იყო. 18 ადამიანიდან გამოცდები ჩავაბარეთ 11. განცხადება დაწერილი მაქვს წყალტუბოს ბაღების გაერთიანებაში. თუმცა მის მერე გასული არის რამოდენიმე თვე და არც არავინ არ შემხვიანებია, ამიტომ ესე სხვის იმედზე ყოფნას მირჩენია რაღაც მე თვითონ გავაკეთო და თუ შემეხმიანებიან, ხო კაი და თუ არა და თან არეული ვარ, თან რაღაცნაირად ვარ. იმედია გამიგებთ ყველაფერს.